სამიზნე ცნებები, კავშირები, მოდელი, მოდელირება, სამომხმარებლო არითმეტიკა. მკვიდრი წარმოდგენები, მათემატიკური მოდელით რეალურ ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენების აღწერა მათემატიკური ცნებებისა და ენის გამოყენებით. საკითხის გააზრება, აბსტრაქტული და რაოდენობრივი მსჯელობა. საკითხიდან გამომდინარე შესაბამისი სტრატეგიის შერჩება, დასაბუთება და სტრუქტურის გააზრება. კომპლექსური დავალების პირობა. სამმა ძმამ მემკვიდრეობით მიიღო კაპიტალი. თუ მთელ თანხას შეიტანდნენ ბანკში, რომელიც თავაზობდა მათ 4,5%-იან წლიურ სარგებელს, 8 თვის შემდეგ თანხის რაოდენობა გახდებოდა 21,836 დოლარი. უფროსმა ძმამ შეიტანა ბანკში თავისი წილი 5%-იან, შუათანამ 6%-იან, ხოლო უმცროსმა 4,5%-იანი წლიური სარგებლით. 1 წლის შემდეგ ძმებმა მიიღეს ერთი და იგივე რაოდენობის მოგება. რამდენი იყო საწყისი კაპიტალი და რა რაოდენობის თანხა ერგო თითოეულ ძმას მემკვიდრეობით. უპასუხე შეკითხვებს. რა იყო ამ დავალების შესრულებისას შენთვის საინტერესო? თუ შეგისრულებია მსგავსი ტიპის დავალება, რა იყო რთული? როგორ გამოიყენებ მიღებულ გამოცდილებას სამომავლოდ? რა მოხდება თუ ანაბარზე არ დადებ თანხას? იმსჯელე. მინდა მოგცე პრაქტიკული რჩევები მოცემულ კომპლექსურ დავალებაზე სამუშაოდ. დავალებას რომ ადვილად გაართვა თავი, საჭიროა იცოდე, რას ნიშნავს მარტივი და რთული პროცენტი. დავუშვათ, გვაქვს 2000 ლარი და გვინდა ეს თანხა განმათავსოთ 3 წლით ბანკში, რომელიც გვთავაზობს 11%-იან წლიურ სარგებელს. პროცენტის დარიცხვა ხდება წელიწადში ერთხელ წლის ბოლოს. ნახოთ, რა თანხა დაგვიგროვდება ანგარიშზე მარტივი და რთული პროცენტის შემთხვევაში. მარტივი პროცენტის შემთხვევაში ჩვენს ძირითად თანხას ან 2000 ლარს დაემატება 2000-ის 11%, ანუ 220 ლარი და 3 წლის შემდეგ ჩვენი თანხა ჯამში გახდება 2660 ლარი. ხოლო რთული პროცენტის შემთხვევაში ყოველი წლის ბოლოს დაემატება იმ თანხის 11%, რა რაოდენობის თანხაც გვექნება ანგარიშზე იმ მომენტისთვის. საბოლოოდ, მესამე წლის ბოლოს ჩვენი თანხა იქნება 2735 დოლარი. ლარი ამ შემთხვევაში. ანუ შეგიძლიათ შეადაროთ, ხო? შეძენაში დასმულ ამოცანას რომ თავით გააკრგად გათო რა გაუმკლავდე, შენ უნდა შეგეძლოს ქვემოთ მოცემული სავალიშჩოების შესრულება. პირველი, ხელფასი 20%-ით გაზრდის შემდეგ 900 ლარს შეადგენს. რამდენ ლარს შეადგენდა ხელფასი გაზრდამდე? მეორე, ქსოვილის ფასმა ჯერ დაიკლო 20%-ით, შემდეგ ისევ დაიკლო 25%-ით. თავდაპირველი ფასის რამდენ პროცენტს შეადგენს ქსოვილის ფასი ახლა? მესამე და ბოლო, პროდუქციის ფასმა თავისი ფასის 1/3-ით მოიმატა, ახალი ფასის რამდენი პროცენტია ძველი ფასი? გისურვებთ წარმატებებს.